დედაქალაქის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ლოლუას მშობლიურ მუნიციპალიტეტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ხობში ჩემპიონს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ. 18 წლის ფალავანმა განაცხადა, რომ გამარჯვება თავის გარდაცულ მეგობარს ხობელ ნუგზარ წურწუმიას მიუძღვნა, რომელიც ასევე წარმატებული სპორტსმენი იყო. ვახტანგ ლოლუა სამომავლო გეგმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს. მოიპოვოს ოლიმპიური მედალი და კიდევ ერთხელ ასახელოს სამშობლო. მიხარია ის, რომ დიდ სტიმულს ვაძლევ ყველას, რომ აი ამ სპორტში დაკავდნენ. ვეცდები შემდეგ ასპარეზებზე ისევ ოქროს მედალი ჩამოვიდა ჩემს ქალაქში. შრომის შედეგია ყველაფერი. მადლობა ვსხდით თითოეულ მწვრთნელებს, ვინც ჩემს გამარჯვებას წვლილი შეიტანა. ეს დიდი შედეგია ჩვენი რაიონისთვის, ეს მეორე მსოფლიო ჩემპიონია, ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენი, მომავალშიც კიდევ მრავალჯერ გაგვახარებს და მე მჯერა, რომ ოლიმპიურ ოქროსაც ჩამოიტანს 2028 წელს. ხობის ჭიდაობის სკოლის აღზრდილი ვახტანგ ლოლუა გახდა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მინდა მივულოთ, რომ მას ეს დიდი გამარჯვება, ეს დიდი წარმატება